ვიღაც ისევ პრობლემაა, რომ ეწოდება ქუჩის ძაღლი, კარლო კაჭარავა. მე დავიბადე მაშინ, როცა ჩემი სამშობლო კვდებოდა. მე დავიბადე ორი ზომით ვიწრო ქვეყანაში და რაც უფრო ვიზრდები, მით უფრო მიჭერს. სადაც სულიერი საზრდო იმდენია, მატერიალურისთვის ადგილი აღარ რჩება. სადაც საარსებო მინიმუმი სიკვდილისთვის მაქსიმუმი. თუმცა არავის შეუძლია მშვიდად მოკვდეს და მით უმეტეს მშვიდად განისვენოს, როცა ცოდვებზე მძიმე ტვირთად მშიერი შვილების, ცოლის, ან ვინმე ძვირფასის თვისანაბარად დატოვების წუხნი მიყვება. სადაც საუკეთესო რჩევა რაც შეუძლიათ მოვცეთ, არის ის რომ შეეშვა, თავი დაანებო. თუმცა ესეც ფასიანია, სადაც დამაიმედებლად ჟღერს, აზრი არ აქვს. სადაც მაინდამაინც გაჭირვებულებს უჭირთ და ვიღაცისთვის სასაცილოა ის, რაც მართლა სასაცილოა, მაგრამ არავის ეცინება. სადაც უანტენო ტელევიზორივით შიშინებს ხალხი, მოთხრობებული, დანერვოზებული, სასოწარკვეთი და პოლიტიკოსები იმის მაგივრად რომ გაასწორონ თავი. სადაც ყოველი მომდევნო შეშლილი უკანასკნელია, სადაც ქრისტე ჰორიზონტია კონტურის გარეშე, ადამიანს და ღმერთს შორის, რომელიც შეიძლება მიწისქვეშა გადასასვლელში გადიოდეს. ვინმე მათხოვრის ცარიელი ხელები და ვინმე უმუშევარი გამბელის ჯიბეში ჩარჩელი ბოლო ხუთეთიდან და არა მიწიდან ცამდე, იმ მიწისქვეშაში, სადაც მზის სამოსვლაზე მდერია, სადაც არ იციან როგორ გამოხატონ პროტესტი, საპროტესტო აქციების გარდა, სადაც ყოველთვის ზურგიდან ყვირიან, წინ! ისინი, ვისაც არასოდეს მოხვედრიათ გულში თვია, ისინი, ვინც არავის გადაფარებია, სადაც წინაპრების შესახებ არაფერი იციან გარდა იმისა, რომ ის მათი სისხლით და ძვლებით არის ეს ქვეყანა გაშენებული. და უნდა იამაყონ ამ, სადაც იმდენად თავისუფლები არიან, რომ არ იციან რა აკეთონ, სადაც სასულიერო პირები გატეხილ პირობებს დაემსგავს, რაღაც იმდაგვარს არჩევნების წინ რომ იდება, მოსაგებად გულის ან ფულის, ადამიანის საერთის წინაშე. სადაც ერთმანეთით კიბიდან იბადება და არა კიბილი დახელშობილის მსგავს, სადაც ცხოვრებაში ნიშანს წარსული მწვანე, აწმყოწმუთელი დამომავალი რა თქმა უნდა მუდამწითელი. მე ქვეყანაში დავიკადე, რომელიც ღვთისმსჯუხი წირთხებია, თუმცა დედა აღარ. საკუთარ შვილებს დაბადების შემდეგ ვკითხები ნაფთს და ეს ჩემი ქვეყანა, რომლის მიწაზე დამარხული სხვა ქვეყნის მიწამ გააღწნა, სადაც ჩოხოსანი მანეკენები ამშვენებენ პატრიოტული მაღაზიების ვიტრინებს, მაგრამ ჩოხების მაგივრად მანეკენები იყიდება. საიდანაც თუ რამეს გინდა მიაღწიო უნდა წახვიდე. ასე ამბობენ, მაგრამ ამისიც არ მჯერა, რადგან ვინც მიდის მხოლოდ იმიტომ ბრუნდება, რომ ვინმე სწავლობს, მას ვისაც ცდილობს, რომ სიცოცხლე შეუნარჩუნოს. ვისთვისაც საკუთარი ცხოვრება გადადოთ, რომ პური ჩვენი არსობისა ლოცვაზე მეტია და სიტყვებზე საჭიროა. სადაც მსოფლიო ექსპერიმენტების ნაკავსადრები, სადაც სინამდვილე აფრთხო, სადაც არ შეუძლია საკუთარი გამოგონილი სიმშვიდე დაანგრივა, სადაც არ ყოფნით გამბედაობა, რომ იგრძნონ, სადაც არიან და იგრძნონ, რასაც გრძნობენ და თქვან, რასაც ფიქრობენ და გააკეთონ, რისიც ეშინიათ, რომ ამ ყველაფერს უნდა წერდეს კეთილ მომავალზე დაპროგრამებული რობოტი და არა ადამიანი, რომელიც თვითმკვლელობაზე ფიქრობს. მე მატრიც ვეკუთვნო, ვინც ადრე კვდებიან. ჯველას არ ითხოვენ ხვეწნით და მუდარით. მადლობა უფალს, რომ ეს ჩემი ბედია, რომ არც მე აღმოჩნდი თქვენსავით უკვდავ. რა უყო, ცოტა მეც ამემხრა გონება. ასეთ დროს ვიცი თავს არავინ მიყადრეთ და სისხლში სათქმელი იმდენი გროვდება მსურს ყელი კბილებით, რომ გამოვიღადრო. სხვას არ გთხოვ. იესო, მასწავლე მოდიერი ხარ გურო. იქამდე ჯერ შორს ვარ მტრები რომ მიყვარდეს. ჯვარი ჩამომხსენი სანამ გავლოთდები, სანამ თვითონ გაცვამ ამ ჯვარზე იქამდე. არ ისმის რა ჩემი ნერვების ღრიალი. არ ესმით აქ ჩემი უნერვო სიჩუმე. ცოცხალი თვითმკვლელად უკვე მაღიარეს, მაგრამ დასამართად ჯერ ვერ მომიჯულეს. არ ვიცი ვინ როგორ ან საიჩემი. არ არის ძვირფასი ვარ ჩემი ადამიანი. მე ისე ვიბერავ ჩემსაც ძველებმა და ვცდილობ ბოლომდე რომ დავჭე ნამდვილად. მაშინ ტოვებენ როცა ვერ გაუძლებ. აქ მხოლოდ კიბილებს შევიეთ დარჩენილი. ასეა
შეშკილებს არავინ არ უსმენს. ასე აქვს.